ბოლო დღეებში საქართველოს ეკლესიის შიგნით მომხდარმა ამბებმა მგონი ყველას ყურადღება მიიქცია. ვნახეთ ეპისკოპოსი და გუბერნატორის ყოფილი მოადგილე როგორ არჩევდნენ საქმეს. არჩევდნენ ისე ქურდული რომ ქვია საქართველოში. ეპისკოპოსი ჯერ იქვე მყოფ მღვდელს დაემუქრა რომ ენის ტილიკინისთვის დაისჯებოდა, მერე მონაზონს რომელსაც მისი მკვლელობის მცდელობაში ამხელს მოკლით დაემუქრა. ამ ყველაფრისთვის მზაობის დასტურად კი იარაღი ამოიღო, გადატენა და მაგიდაზე დადო. ამ ვიდეომ ჯამდელიანის საუბარმა მისმა დამოკიდებულებებმა და ქცევამ სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ვინ არის ის, ეპისკოპოსი თუ კრიმინალური ავტორიტეტი? ეს კითხვა ბუნებრივად გაჩნდა. როგორ მოხდა რომ ეს თანამდებობისთვის აშკარად შეუფერებელი კაცი ეპისკოპოსი გახდა? თან 32 წლის ასაკში, წესით რომ აკრძალულია საერთოდ ასეთ დროს ეპისკოპოსობა. ჯამდელიანი სულაც არაა გამონაკლისი მისი ცხოვრება და ეკლესიის შიგნით გავლილი გზა, ის გზა, რომელიც ბევრმა გაიარა და ასე გაიკეთეს კარგი საეკლესიო კარიერა. როგორ შეიძლება საქართველოში ეპისკოპოსი გახდე? რა გზა უნდა გაიარო და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილო? მას შემდეგ რაც მცხეთის კათალიკოსი ილია შიოლაშვილი გახდა, მან ეპისკოპოსთა რაოდენობის გამრავლებაზე მართლაც მეთოდურად დაიწყო მუშაობა. მისი პატრიარქად გახდომის დროს ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა იყო. ეპისკოპოსები იმდენად ცოტა და მოხუცებულნი იყვნენ, რომ პატრიარქად კურთხევის ლოცვების საკითხვაც კი ძლივს შეძლეს. სწორედ 80-იან წლებში მოხდა სინოდში ეპისკოპოსების შემომატების პირველი ტალღა. ეს ხალხი ის უახლოესი წრე იყო, რომელიც კათალიკოსმა ილიამ წლების განმავლობაში ეპისკოპოსობისა და მიტროპოლიტობის დროს შეაგროვა. ამ ხალხიდან დღეს სინოდში ცოტა თუა დარჩენილი. მათი ნაწილი სკანდალური ბრალდებებით გაასამართლეს, ნაწილის გაშვება ასეთივე სკანდალური მიზეზებით თავად ილია მეორეს მოუწია. შემდგომი ეტაპი უკვე 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მაშინ როცა პატრიარქს ეპისკოპოსების კანდიდატების და რაოდენობის შეთანხმება რელიგიის საქმეთა რწმუნებულთან აღარ უწევდა. როგორც მსმენია, პატრიარქს თურმე ეშინოდა, რომ ეს თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ამიტომ ყველანაირ სტანდარტზე უარი ითქვა. გარდა იმისა, რომ ახალი ეპისკოპოსი მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო, საკუთარი თავის და ეპარქიის დაფინანსების მოპოვების რესურსი ჰქონოდა და საორგანიზაციო უნარები გამოევლინა. სწორედ ამ პერიოდში შემოემატა ეკლესიას ახალი ხალხი. საეკლესიო განათლება მათ არ ჰქონიათ. გზადაგზა თუ ისწავლეს რაღაცები, ან არც უსწავლიათ, აღარ დასჭირდათ. მონასტერში მათ დრო ან საერთოდ არ ჰქონდათ გატარებული, ან ძალიან ცოტა დრო, თან ეს დროც ძირითადად მშენებლობებს, შემომწირველთა მოძიებას და ეკლესიების მოპირკეთებას მიჰქონდა. შეიძლება ვთქვათ, რომ სინოდის წევრთა ძირითადი ბირთვი სწორედ ამ პერიოდიდან მოდის. როგორც ამობენ, პატრიარქს არ უყვარდა, როცა სინოდის ხდომას ახალი ეპისკოპოსის გამორჩევის გარეშე ასრულებდა. ამიტომ იყო რომ ეპისკოპოსთა რაოდენობა 90-იანი წლების შემდეგ მალევე გაურმაგდა. ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდა სინოდის შიგნით ჯგუფები, რომლებიც რამდენიმე გავლენიანი მიტროპოლიტის გარშემო იყო ორგანიზებული. ეს გავლენიანი მიტროპოლიტები უკვე იმ პარიტეტს უყურებდნენ, ვინ რამდენ მომხრეს შეიმატებდა შესაძლო საპატრიარქო არჩევნების შემთხვევაში, ან უბრალოდ საკუთარი კადრებისთვის რამხელა კარიერული ლიფტის შესაძლებლობის შექმნა შეძლებდა. ყველაზე დიდი გაფართოება 2013 წელს მოხდა. ერთდროულად 7 ეპისკოპოსი გამოირჩიეს. პარიტეტი აქ დაცული იყო. ნაწილი დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას კადრებს წარმოადგენდა, ნაწილი ბათუმელ დიმიტრი შიოლაშვილს, ნაწილი კი მროվել ურგნელ იობ აქიაშვილს. სწორედ აქიაშვილის მონასტრებ გამოვლილი კადრია გიორგი ჯამდელიანი. მისი ბიოგრაფია ყველა პრობლემაზე გვყვება, რაც ეკლესიის შიგნითაა დაგროვილი. ბერადის 25 წლის ასაკში აღკვეცეს. წარმოიდგინეთ, 25 წლის ასაკში მოკვდა როგორც ადამიანი. სწორედ ესაა ბერობა. 25 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ არავინ არასდროს მოეწონებოდა, რომ სექსი არასდროს ექნებოდა, რომ არაფერი ადამიანურისკენ არ გაიხედავდა. გამოვიდა ეს? რა თქმა უნდა, არა. ვიცით, რომ ცოლი მოიყვანა, ხელი მოუწერიათ იუსტიციის სახლში და ეს დოკუმენტი გავრცელდა. როგორც ჩანს, შვილით შეეძინა. შეიძლება არის რაღაც კარგად მოწესრიგებული მონასტრები და მათი ტიპიკონები ბერობის გზის გავლაში და დადებული პირობის აღსრულებაში, რომ დაეხმარება 25 წლის კაცს, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება. სამონასტრო ცხოვრება და ბერობა ფასდება იმით, როგორ საორგანიზაციო თვისებებს გამოიჩენ, როგორ მოიზიდავ ინვესტიციებს, როგორც ეკლესიაში იტყვენ შემომწირველებს, როგორ წამოიწყებ ახალი უზარმაზარი ტაძრის აშენებას. მერე რა თუ ეს ტაძარი შუატყეშია და მისი შემსვები მრევლი იქ ვერასდროს შეიკრიბება. რაც უფრო დიდ ეკლესიას აშენებ, ანუ რაც უფრო მეტ შემომწირველს გაიჩენ, მით უფრო მეტად გამოჩნდები, შეგამჩნევენ, ჯერ იღუმენობას მოგცემენ, შემდეგ არქიმანდრიტობას, საბოლოოდ კი შესაძლოა წმინდა სინოდშიც მოხვდე. ასეთია დღეს გზა სინოდამდე. სულიერებისთვის აქ დიდი სივრცე დარჩენილი არაა. საერთოდ არ ვამბობ იმას, რომ ახლა სინოდის ყველა წევრი სულიერებისგანაა დაცლილი, მაგრამ როგორც ინგლისელი მწერალი ჩესტერტონი იტყოდა, ყველაფერი სულიერი როდი ნიშნავს სული წმინდას. სწორედ ასე გამოიჩინა თავი გიორგი ჯამდელიანმა 25 წლის ასაკში, ბერად აღკვეცილი 32 წლის ასაკში ეპისკოპოსად გამოარჩიეს. ძალაუფლება მისცეს, ხელში კვერთხი დააჭერინეს და ფეხებთან არწივები დაუფინეს. ახლა ის საკუთარ მასკულინობას სინჯავს, საკუთარ კაცობას უმტკიცებს გარემოცვას. ვეღარ გაიგო ეპისკოპოსი
ეკლესია თუ რაღაც კლანის ლიდერი, კოზა ნოსტრა თუ ჯიმშვანთე. რა მნიშვნელობა აქვს? აშკარად არ იცის ეპისკოპოსობა რა არის. თან ზუსტად იცის რომ ის დასჯა არ გამოვა. წარმოიდგინეთ ვიდეო არსებობს რომ იარაღს იღებს და ამ იარაღით ხალხს ემუქრება. თან ვის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს კაც ხარებასთან რო იყო დატაკებული. ჯამდელიანს იარაღის წარების უფლება ვერ ექნება, კანონი ასეთ გამონაკლისს არ იცნობს. შესაბამისად უკვე დანაშაულს ჩადის. უბრალოდ წარმოვიდგინოთ რომელიმე ოპოზიციონერმა, რომელსაც იარაღის წარების უფლება არ აქვს, სათამაშო იარაღითაც რომ გამოიჩინოს თავი, რას იზამს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯამდელიანზე კი ჩუმად არიან, ეკლესიის გაბრაზებას უფრთხიან. ჯამდელიანის ბიოგრაფია და მისი ეპისკოპოსობა კარგად გვიჩვენებს რა ფასობს დღეს ჩვენს ეკლესიაში. არადა საპირისპიროს მაგალითი ჩახჩახაა და ყველა შეუძლია სწორედ ამ გზას გავყვეს. როგორც დღეს ისე მე-11 საუკუნეშიც ეკლესიაში არ იყო მთლად კარგი მდგომარეობა. ბაგრატ მეოთხემ ამ საეკლესიო ამბების გამოსარკვევად ათონიდან საქართველოში გიორგი მთაწმინდელი მოიწვია. ეკლესიის ეს დიდი მამა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდა ქართული საქმისათვის, საქართველოში წამოსვლის დიდი მსურველი არ იყო. მღვდელმთავრობაზეც უარი უთხრა ბაგრატს, მაგრამ რჩევის მისაცემად კი ჩამოვიდა სამშობლოში. 5 წელი დაყო აქ. გიორგი მთაწმინდელს გაუცებულა, როცა უნახავს უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვი, ობლად დარჩენილი მიწურებს შეფარებულნი და მათ გვერდით კი ახალი, მოოქროვილი და მოჩუქურთმებული ეკლესიები. ღრთამის და ნათესაობის ნიშნით გამორჩეული ეპისკოპოსები რომ აშენებდნენ. სწორედ ამის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებდა ქართულ ეკლესიას დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე. ასრულებს კი დღეს ჩვენი ეკლესია ამ ანდერძს. რა სიტყოდა გიორგი მთაწმინდელი დღეს რომ ჩამოევლო საქართველოს სოფლები და ქალაქები, ჩვენი ეკლესიები.